ქუთაისში ახალი სახელოვნებო სივრცე თეატრი ლიანდაგი პირველ პრემიერას უმასპინძლებს 7-8 და 9 ნოემბერს მაყურებელი ბერსერკების ფილოქტეტეს იხილავს. ჰაინერ მიულერის პიესის მიხედვით ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი გიორგი ჯამბურია მსახიობებთან ერთად სცენაზე გააცოცხლებს იმ მნიშვნელოვან თემებს, რაც არც ერთ დროში აქტუალობას არ კარგავს. ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია რამდენად შევძლებთ ყოველთვის განხორციელებას ქუთაისში. ამაზე მუშაობთ დაახლოებით უკვე 3 კვირა, 2 კვირის განმავლობაში აქტიურად ამ გარემოში, სადაც ახლა ვიმყოფებით. ქუთაის თბილისთან შედარებით განსხვავებული დინამიკა აქვს, განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს. ძალიან ბევრი მეგობარი ყავს ქუთაისიდან და ყოველთვის ქონდა სურვილი, რომ რაღაც გაგვეკეთებინა ქუთაისში, განსხვავებული თბილისისგან და რაღაც გამხდარიყავით ამ ქალაქის ენერგიის. სპექტაკლი საკუთარ ვერსიაში ანტიკურ მითს ეყრდნობა. როგორ ექცევა უმრავლესობა უმცირესობად აღქმულ ადამიანებს. რაც შეიძლება ნიშნავდეს განკვეთა და განდევნა თანამედროვე სოციუმში. რა ფასი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებისაგან სრულ დისტანცირებას. სპექტაკლი ცდილობს სცენიდან უპასუხოს ამ მნიშვნელოვან კითხვებს. ბერსერკები არსებობს უკვე თითქმის 3 წელია. ძირითადად ეს მოგზაურობდა აქამდე თბილისის დამოუკიდებელ თეატრებში. და ბერსერკების პროექტის მასშტაბით განხორციელებული არის უკვე რამდენიმე დადგმა, რომელსაც თავისი მაყურებელი და რაღაც კრიტიკისგან და თეატრონეებისგან საკმაოდ აღიარება შეხვდა უკვე თბილისში და ჩვენ ახლა ვამზადებთ პირველ ბერსერკულ სპექტაკლს, შეიძლება ითქვას ქუთაისში, თეატრ ლიანდაგში, რომელიც ნიკო ნიკოლაძის კლუბის ფარგლებში გაიხსნება სწორედ ამ პირველი პრემიერით. ფილოქტეტე ავარჩიეთ ქუთაისისთვის და ამ თეატრისთვის, იმიტომ რომ აი ამ გადასარევ სივრცეს ჩვენ ახლა ვიმყოფებით ამ არაჩვეულებრივ ამფითეატრს ღია ცის ქვეშ ძალიან უხდება ის სიუჟეტი, რომელიც ვითარდება ტროას ომის დროს, საერთოდ ამ სივრცეს ძალიან მოუხდა ეს ტექსტი და მგონია რომ თემატურად და სიუჟეტურად ის ასახავს ჩვენ ყოველდღიურ ყოფას, ის ასახავს იმ პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ პრობლემებს და ტკივილებს, რაც ჩვენ საზოგადოებას გააჩნია, ის უტრიალებს ჩემი აზრით ძალიან მწვავე კითხვებს ინდივიდისა და კოლექტივის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. უამრავი თემა, უამრავი შინაარსი ტრიალებს ამ პიესაში, რომელიც მგონია რომ კონკრეტულ მაყურებელს კონკრეტულად შეიძლება შეეხოს იმის და მიხედვით, თუ რა განწყობაზეა ის, რა ტკივა და რა ადარდებს მას. რეჟისორი ასევე საუბრობს თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ თეატრი სცენიდან ეხმიანებოდეს დღევანდელობის პრობლემებს და ასახავდეს საზოგადოებაში შექმნილ რეალობას. მგონია რომ ახლა ყველანი ვგრძნობთ თუ რამდენად დაძაბულ პოლიტიკურ სოციალურ ვითარებაში ვიმყოფებით. ეს ეხება არა მხოლოდ ლოკალურად ქუთაისს ან საერთოდ საქართველოს და ჩვენ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს, ეს საკმაოდ კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება ახლა. ის რაღაც შეიძლება ითქვას სოფლიო ვითარება არის საკმაოდ კრიზისული და მგონია რომ ამ დროს თეატრს, როდესაც უამრავ ადამიანს აქვს იმის შეგრძნება, რომ რაღაც ბნელ დროებაში, რთულ დროებაში ვიმყოფებით, მგონია რომ ამ დროს თეატრს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ იქცეს აი ამ სიბნელეში ერთგვარ სინათლის წყაროდ და რაღაცაირად გაანათოს ის ბნელი ადგილები ჩვენს ცნობიერებაში იქნება ეს თუ ჩვენს გარშემო ყოფაში დაგვანახოს სინამდვილე შეულამაზებლად, გვაჩვენოს ის, რაც სინამდვილეში ხდება, გარღვიოს ის ილუზიები, რომელშიც ცხოვრებაც გვიწევს, როგორც საზოგადოების წევრებს და ამას გარდა რაღაცნაირი გამოსავლის თუ იმედის გზაც გვაჩვენოს იმ კატასტროფული პერსპექტივიდან, რაშიც ბევრი ჩვენგანი იმყოფება დღეს. მგონია რომ თეატრს ისე როგორც არც ერთ სხვა ხელოვნებას, აი ამ თავისი ცოცხალი ხასიათით, იმიტომ რომ თეატრი ხორციელდება მხოლოდ აქ და ახლა, ამ წუთას თქვენ წინაშე ცოცხლად, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანს გადასცეს მხნეობა, სიმამაცე, გააძლიეროს ის და შეამზადოს იმ რთული დროისთვის, რაშიც ყველანი ახლა ცხოვრობთ. ქუთაისში ახალი კულტურული სივრცე თეატრი ლიანდაგი ნიკო ნიკოლაძის კლუბის პროექტია და თანამედროვე ხელოვნებისათვის ღია და ცოცხალ ატმოსფეროს ქმნის.